დახმარების სისტემის გამკაცრება ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით უკვე 1000-ობით ოჯახია გადამოწმებული და გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც სოციალურ დახმარებას მაღალშემოსავლიანი ოჯახებიც იღებდნენ. პროცესის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ წლის ბოლომდე ნაწილი ოჯახებისა სოციალური დახმარების მიმღებთა სიას გამოეთიშება. ირინა წაქაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შემოგვიერთდა. მოგესალმებით. მშვიდობის, მადლობა რომ მოგწევთ. საინტერესოა რა გახდა მთავარი მიზეზი, რომ სახელმწიფო ეს პროცესი სწორედ ახლა გააქტიურა და რა კრიტერიუმებით დგინდება, რომ ოჯახი აღარ საჭიროებს სოციალურ დახმარებას? მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში ავხსნათ, რას ნიშნავს და რა არის ოჯახების გადამოწმება. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ თითქოს ნახეთ არასწორად იყო აღქმული საზოგადოებაში, რომ ოჯახის გადამოწმება არის პროცესი, რომელიც აი რაღაცა დროს იწყება, შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს და მთავრდება. ასე არ არის, ოჯახების გადამოწმება არის მუდმივი პროცესი. სოციალურად აუცილთა ბაზაში მყოფი ყოველი ოჯახი 4 წელიწადში ერთხელ უნდა დაექვემდებაროს გადამოწმებას და გარდა ამისა არის ცალკეული კრიტერიუმები ოჯახების გადამოწმების და თუ ოჯახი ამ კრიტერიუმში მოხვდება, ის უნდა გადამოწმდეს. შეჩერებული ოჯახების გადამოწმება იყო მხოლოდ COVID პანდემიის დროს და პანდემიის დასრულების შემდეგ, ვინაიდან ახლა ეკონომიკური კრიზისი არ იყო გასული და ჩვენ არ მივეცით თავისუფლება, რომ აი ასე მასშტაბურად შევსულიყავით ოჯახებში და დაგვეწყო გადამოწმების პროცესი. სხვა მხრივ, გადამოწმების პროცესი არის მუდმივი. როგორც გითხარით, პანდემიის დროს შეჩერდა, მაგრამ აი პანდემიის დასრულების შემდეგ 2022-23 წლებში ერთი ტალღა გადამოწმების უკვე იყო. ამ დროს გადამოწმდა დაახლოებით 57000 ოჯახი და აქედან ნახევარ შეუწყდა საარსებო შემწეობა. ახლა რაც შეეხება თქვენ რაც მკითხეთ, აი დღევანდელ გადამოწმებას რა გახდა მთავარი მიზეზიო? ნახეთ, ჩვენი მიზანი ამ წუთას არის, რომ სოციალურად აუცილთა ბაზა ერთხელ და სამუდამოდ დაემსგავსოს იმ ბაზას, რისთვისაც ის არის თავდაპირველად იყო მოგონილი და რისთვისაც არის შექმნილი. ანუ მასში უნდა იყვნენ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები და არა ნებისმიერი სხვა პირი, რომლის მატერიალური მდგომარეობა აღარ იძლევა სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობის გაცემის საჭიროებას. ჩვენ თებერვალში ვინც უნდა მოხდეს მაშინ ამ სოციალურ დაუცველს. ნახეთ, ჩვენ თებერვალში როცა დავაანონსეთ ეს მასშტაბური გადამოწმების დაწყება, თქვენ გემახსოვრებათ ალბათ, იქაც რამდენიმე მაგალითი დავასახელეთ, როცა ანომალიურ შემთხვევებთან მქონდა საქმე, ყავდა ამ ბაზაში ოჯახები, რომლებსაც უფიქსირდებოდათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აი ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი ლარი შემოსავალი. მაღალი შემოსავალი. ან იმ წელს გამოშვებული მანქანათ, ან ისიც არა ერთი, არამედ რამდენიმე. ამიტომ აი ეს შემთხვევები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ამიტომ თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაამტკიცა ოჯახების გადამოწმების კრიტერიუმები და აქედან გამომდინარე ახლა აქტიურად მიმდინარეობს გადამოწმების პროცესი და პირველ ეტაპზე პირველ რამდენიმე თვეში გადამოწმებას დაექვემდებარებიან ის ოჯახები, სადაც ყველაზე მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმების ზედაყრდნობითაც ისინი თავიდან მოხვდნენ ამ ბაზაში და ამიტომ მათი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, მათ შეძლეს სიღარიბის დაძლევა და აქედან გამომდინარე უნდა ამოვიდნენ შეგვიძლია რომ ჩავუხმავდეთ, იგულისხმება თქვათ მაღალი შემოსავალი. იგულისხმება მაღალი შემოსავალი, იგულისხმება შედარებით ახალშეძენილი ახალი ასე ვთქვათ გამოშვების მანქანა არ აუცილებელი იმ წელს გამოშვებული იყოს მანქანა. იგულისხმება ის რომ მაგალითად ოჯახის რეგისტრაციის ადგილი, ბაზაში რეგისტრაციის ადგილი არ ემთხვევა მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს. იგულისხმება ის რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში მაგალითად ოჯახს აქვს კომუნალური გადასახადის მაჩვენებელი 0. ეს ჩვენ მიგვანიშნებს იმას რომ ოჯახი დიდი ალბათობით აღარ ცხოვრობს იმის სამართზე და ასე შემდეგ. აი ამ კრიტერიუმებით დავიწყეთ ჩვენ ამ ოჯახების გადამოწმება და ახლა აქტიურად მიმდინარეობს. პრაქტიკაში როგორ ხორციელდება გადამოწმების პროცესი, აი რომ დაგვანახოთ ეს სიტუაცია. გადამოწმების პროცესი არის სხვათა შორის საკმაოდ კომპლექსური. და ესეთი მთავარი მოქმედი პირი, რომელიც ამ გადამოწმებაში მონაწილეობს, არის სოციალური აგენტი, ეს არის სოციალური მომსახურების აგენტოს თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მიდის და ოჯახში ახორციელებს ვიზიტს. მაგრამ ვიზიტამდე ნახეთ რა ხდება. ოჯახი ან თვითონ მოგმართავს და ითხოვს გადამოწმებას, ან სოცმომსახურების აგენტო თავისი ინიციატივით შედის იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რაზეც ვისაუბრეთ. შეიძლება რომ ოჯახი თავად ითხოვდეს ამ გადამოწმებას. არ იყოს მაგალითად კმაყოფილი თავისი
ქულით. ან ამ წუთას არ იყოს ბაზაში რეგისტრირებული და ითხოვდეს სამომავლოდ ბაზაში რეგისტრაციას. დიახ, ამიტომაც ითხოვს. ამიტომ ნახეთ, რაღაცა გარკვეული პერიოდულობით გროვდება მიღებული განცხადებები, შემდეგ ხდება გადასამოწმებელი ოჯახების სიების გენერაცია, აგენტებზე საქმეების განაწილება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ადამიანი არ ანაწილებს ამას და ამის შემდეგ იწყება უკვე მთავარი პროცესი, რაც ნიშნავს აგენტის ოჯახში ვიზიტს. ხო, აი ამ შემთხვევაში ბახო მიკითხა, ოჯახში დაუგეგმავად მიდის აგენტი, ანუ ოჯახში აგენტი მიდის დაუგეგმავად, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს მაგალითი იმის, რომ სამწუხაროდ ხდება იქ მონაცემების გადამალვა, დაწყებული ოჯახის წევრების გადამალვით, შემოსავლის გადამალვით, ნივთების გადამალვით. მართალია 2015 წლიდან უკვე ეს პირველადი მოხმარების ნივთები, როგორიც არის მაცივარი ტელევიზორი, კომპიუტერი და ასე შემდეგ, უკვე აღარ მონაწილეობენ ამ ქულის გენერირებაში, მაგრამ ნუ მოკლედ ხდება იქ არასწორი ქმედებები. აქედან გამომდინარე ჯობია რა თქმა უნდა, რომ ოჯახმა არ უნდა არ იცოდეს, როცა აგენტი აპირებს მასთან მისვლას. აგენტი მიდის ოჯახში, ახორციელებს ვიზიტს და იქ ამ დროს დგება ოჯახის დეკლარაცია, რომელიც არის საკმაოდ ისეთი რთული, ვრცელი კომპლექსური დოკუმენტი. ამ დეკლარაციაში არის კითხვარი მოცემული და ამ კითხვარზე ხდება პასუხების გაცემა. საბოლოო ჯამში ოჯახის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს ამ კითხვარში შეტანილი მონაცემების სისწორეს და უკვე აგენტი ტოვებს ოჯახს. ამის შემდეგ ხდება ამ დეკლარაციის ბაზაში შეტანა, ტექნიკური დამუშავება და აქედან გამომდინარე უკვე გამოითვლება ქულა, ხდება ქულის გენერირება. თუ აგენტი მივიდა ოჯახში, ხშირად არის ასეთი შემთხვევები და ოჯახი ხელს უშლის მას თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში, არ უღებს კარს, არ უშვებს სახლში, უარსაბობს დეკლარაციის შევსებაზე, არ უწერს ხელს. ეს არის აგენტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ დროს დგება ოქმი და ოჯახს უწყდება ბაზაში რეგისტრაცია. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. და იმ შემთხვევაში თუ ოჯახი არ ეთანხმება აგენტის მიერ მიღებულ აი ამ დადგენილებას, ესე ვთქვათ, ანუ სამართლებრივ დოკუმენტს, არის თუ არა შესაძლებლობა რომ გაასაჩივროს? გასაჩივრების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის, საჩივრების მიღების რამდენიმე გზა გვაქვს ჩვენ. საჩივარი შეიძლება შევიდეს სააგენტოში ოფიციალური კორესპონდენციით, იმეილზე, შეტყობინების გაგზავნით, ცხელი ხაზით, იგივე საჩივრების ყუთით. კი, ყველა გასაჩივრების უფლება აქვს და გასაჩივრება შეიძლება დაექვემდებაროს რამდენიმე გადაწყვეტილება. ერთი ის, რომ ოჯახი შეიძლება არ ეთანხმებოდეს აი ამ დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელი აქვს მოწერილი. შეიძლება ოჯახი არ ეთანხმებოდეს მონაცემებს ეთანხმებოდეს, მაგრამ არ ეთანხმებოდეს ქულას. შეიძლება ოჯახი არ ეთანხმებოდეს ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების ფაქტს. ამ ყველაფრის გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, რა თქმა უნდა, სოციალური მომსახურების აგენტო სწავლობს ამ საჩივრებს და თუ საჩივარი არის დასაბუთებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი არ ეთანხმება დეკლარაციაში ასახულ მონაცემებს. ქულაზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ ქულის გენერირება, როგორც გითხარით, ხდება ავტომატურად, ელექტრონულად, ფორმულაში ჩასმით, აი ყველა იმ პასუხის, რომელიც არის დეკლარაციის შევსებისას გაცემული და ქულის გამოყვანაში ადამიანი არ მონაწილეობს, მაგრამ თუ არ ეთანხმება ოჯახი დეკლარაციაში მიღებულ ასახულ მონაცემებს, ამ შემთხვევაში კი ამ საჩივრის განხილვა ხდება, სოციალაგენტი განმეორებით ახორციელებს ვიზიტს ოჯახში და იქ მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება. გაუტანაირინა, იცით რა თქვენ, ნუ კი ახსენეთ, რომ ეს რეგულარულად ხდება ხო ამ ადამიანების და ამ ბაზის განახლება და შემოწმება, თუმცა როდესაც დაანონსდა აი ამ განახლების სისტემის განახლების შესახებ, სპეკულაციებს ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ ამბობდნენ ადამიანები, რომ აქ შესაძლებლობა გაჩნდა იმისა, რომ რეალურად გაჭირვებულ ადამიანებს მოხსნოდათ ეს დახმარება. რამდენად არის ამისი რისკი და შანსი, რომ რეალურად გაჭირვებული ადამიანები და ოჯახები დარჩნენ ამ დახმარების მიღმა? კარგი კითხვაა. რეალურად გაჭირვებული ადამიანები, ნახეთ, ესაც ხო ძალიან პირობითი არის. ახლა შეიძლება ადამიანი გაჭირვებულად თვლიდებს თავს, მაგრამ სინამდვილეში მას ჰქონდეს აი ეს სიღარიბე დაძლეული უკვე და აღარ აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რის გამოც ის საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან აი ამ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საარსებო შეღწევების გაცემის სახით. აქაც ნახეთ, ჩვენ იმდენ რამდენიმე ათეულობით 1000 ოჯახის გადამოწმებაზე გვაქვს საუბარი. ამიტომ ახლა მე არასწორი ვიქნები რომ თქვა, რომ ადამიანური შეცდომები აქ გამორიცხულია. და არ შეიძლება რომ იგივე სოციალურ აგენტმა დაუშვას გადამოწმების დროს შეცდომა, ან იგივე რაღაც ელექტრონულ ბაზაში შეცდომა არ მოხდეს. აქ მთავარია ჩვენ რეაგირება ამის შემდეგ როგორი გვექნება და როგორ გამოვასწორებთ ამ სიტუაციას. აი მაგალითად ახლა გქონდა ასეთი მაგალითებიც, რომ როდესაც სოციალური აგენტი მიდის ოჯახში და ოჯახი მას მისამართზე არ ხვდება, მაშინვე რა თქმა უნდა მას არ უწყდება ბაზაში რეგისტრაცია. მეორედ და მესამედ მიდის ოჯახი, რომ რაღაც სოციალური აგენტი რომ იქ რაღაც შეცდომა არ დაუშვას, თუ მეზობელი არ დაუდასტურებს
რომ ეს ოჯახი იმის სამართზე აღარ ცხოვრობს. მაგრამ მაინც მოხდა ასეთი შეცდომა, რომ რაღაც სადალოქოში ყავდა მეზობელს წაყვანილი ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც ბაზაში იყო და შეუწყდა შეცდომით ამ ოჯახს რეგისტრაცია და ამას რაღაცა გამოხმაურებაც მოყვა. მაგრამ ჩვენ ცხადი ახლა როგორც კი გავიგეთ ამაზე, გადავამოწმეთ სიტუაცია, ესერად აღვადგინეთ და რომ უნდა გასაჩივრდეს ამ შემთხვევაში და გასაჩივრება ამას არ საჭიროებია ჩვენ სხვა გზით მივიღეთ ეს სურათი ხა რომ კიდე ერთხელ კონვერტაციაში მოვიყვანოთ. ადამიანები, რომლებთაც აქვთ შესაძლებლობა, რომ არ იყვნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, მექანიკურად ცდილობენ, რომ ამ სიღარიბის ზღვარს მიღმა სიტუაციაში დაფიქსირდნენ, რათა მიიღონ სახელმწიფოსგან დახმარება. ეს არის თქვენი мотиваცია ამ გადამოწმების. გადამოწმების мотиваცია არის აი რაც თავიდანვე ვთქვი, რომ ამ ბაზაში იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და ვინც სახელმწიფოსგან ნამდვილად საჭიროებენ საარსებო შემწეობას. მოდით აი რამდენიმე ციფრიც მინდა ახლა მე გითხრათ მნიშვნელოვანი. ერთ ჩაგეკითხებით ვახოსთან, რამდენად რეალურია რომ დამალონ შემოსავლები და იმის გამო რომ შეინარჩუნონ აი ეს სოციალური დახმარება. თუ შეიძლება რომ ეს მოუხერხდეთ მათ. შემოსავლების დამალვა ყოველთვის ადვილი არ არის, იმიტომ რომ თუ ოფიციალურად შემოსავალი ფიქსირდება ოჯახის, ჩვენ მონაცემთა ბაზებთან გვაქვს ცდომა სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების აგენტოს მონაცემთა ბაზებთან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი შემოსავალს იღებს ოფიციალური წყაროებიდან, მას ის ვერ დამალავს. ან თუ დაუშვათ ლეგალური ბიზნესის წარმოებიდან იწყებს ის შემოსავალს, ამასაც ვერ დამალავს. ღია შრომით ბაზარზე თუ არიან ოფიციალურად თუ არის ის დასაქმებული, ამ შემოსავალს ვერ დამალავს, მაგრამ არის სამწუხაროდ ხო ჩვენ გვაქვს ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანები არიან შრომით ბაზარზე გასული, მაგრამ არაფორმალურ დასაქმებაში ჩართული. აქ ეხლა თავისი კეთილინება თუ არ გამოავლინა ამ შემოსავლის დაფარვა, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. გარდა ამისა, როგორც გითხარით, მალავენ არა მარტო შემოსავლებს, არამედ არ ვიცი, ნივთებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. ციფრები იქნებოდა საინტერესო, როდესაც ჩვენ როდესაც დავიწყეთ გადამოწმება ბაზაში საარსებო შემწეობის მიმყეთა ბაზაში იყო დაახლოებით 185,000 ოჯახი, ეს იყო 710,000 ადამიანი. მაგრამ თვითონ ბაზაში, აი ამ სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო გაცილებით მეტი ადამიანი, 400,000 ოჯახი და 1,300,000 ადამიანი. აი ეგაც აღრევა ხდება ხოლმე და არასწორი განმარტების საგანია ხშირად, იმიტომ რომ სხვა არის იმ ადამიანების ბაზა, ვინც იღებს საარსებო შემწეობას და სხვა არის იმ ადამიანების ბაზა, რომელიც არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ ისინი არ იღებენ საარსებო შემწეობას, მაგრამ სარგებლობენ სულ სხვა ბენეფიტებით, სახელმწიფო და მუნიციპალური ბენეფიტებით, გაუმჯობესებული ჯანდაცვის პაკეტებით, კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირებით და ასე შემდეგ. და ეხლა ნახეთ, აი ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვა, რომ რამ განაპირობა ის, რომ ეს ბაზას, აი თუნდა ვთქვა, აი ასე ძალიან გაიბერა. და რეალობას არ ასახავს აბსოლუტურად აცდენილია რეალობასთან. ამას ჰქონდა თავისი რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში რაც ვახსენეთ, იგივე COVID პანდემიის დროს შეჩერებული გადამოწმებები. ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა მუდმივად ემატებოდნენ ამ ბაზას ახალი ოჯახები, მაგრამ შიგნიდან სისტემა ჩაიკეტა, იმიტომ რომ არ ხდებოდა ოჯახების გადინება. აქედან გამომდინარე, აი ესე გადაივსო ეს ბაზა, მაგრამ საბედნიეროდ ადამიანების დიდმა ნაწილმა მოახერხა, რომ დაეძლია სიღარიბე და მათი მაჩვენებელი დღეს მათი მატერიალური მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ ისინი საჭიროებდნენ სახელმწიფოსგან აი ასეთ მიზანმიმართულ საარსებო შემწეობის სახით დახმარებას. კიდევ მეორე მიზეზი ჰქონდა ამ ციფრის ასეთ მკვეთრ ზრდას. სახელმწიფოს ჰქონდა აი 2026 წელს გაუქმდა ეს პროგრამა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა. იმისთვის რომ ჩვენ სოციალურად დაუცველების დასაქმება წაგვეხალისებინა, არსებობდა ეს პროგრამა, რომელშიც თუ ჩაერთვებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახის რომელიმე ნებისმიერი ერთი წევრი, ან იგივე თუ ეს წევრი გავიდოდა გარეთ ღია შრომით ბაზარზე, ან თუ ბიზნეს საქმიანობას დაიწყებდა, ის ხდებოდა ეგრეთ წოდებულ ჯავშანში. ანუ 4 წლის განმავლობაში რაც არ უნდა გაუმჯობესებული იყო მისი მატერიალური მდგომარეობა, ეს ოჯახი გადამოწმებას აღარ ექვემდებარებოდა. აქეთ ამანაც განაპირობა ამ ოჯახების რაოდენობის ზრდა. და მესამე ფაქტორი ჰქონდა ამას გარემოება განმაპირობებელი. გაიზარდა ქულათა გრადაცია, შეიცვალა ბოლო 10 წლის განმავლობაში ორჯერ. საარსებო შემწეობის ამ შემთხვევაში ბავშვის 200 ლარიან ბენეფიცია საუბარი. ამ ბენეფიტის მიღების განმაპირობებელი ქულა თუ იყო 10 წლის წინ 57,000, ის შემდეგ გახდა 100,000 და ახლა არის 120,000.
20,000. აქედან გამომდინარე, ჩვენ აი იგივე ის ქულა რომ მქონოდა რაც იყო 10 წლის წინ, გადამოწმების დაწყების დაწყებისას ოჯახების რაოდენობა იქნებოდა არა 85,000, არამედ 120,000-ზე მეტი არ იქნებოდა. თუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც თავად მოუმართავს ოჯახს, რომ სიღრების დაძლეული მაქვს და აღარ საჭიროებ აი ამ დახმარებას. სხვათა შორის ძალიან საინტერესო კითხვაა ეს. ოჯახები არიან ვალდებული, რომ მათი მატერიალური გამარება თუ შეიცვლება, მათ უნდა კვაცნობონ ეს. ასევე თუ უნდა კვაცნობონ თუ შეიცვლება მათი საცხოვრებელი მისამართი და ასე შემდეგ. შემთხვევები ნამდვილად ყოფილა, მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ ყველა ოჯახს არაკეთილ სინიცირებაში, მაგრამ ხშირად სამწუხაროდ ამალდებულების შესრულება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ახლა ქრონიკის დროა 10 საათი შესრულდა.